ტულის რაიონის სოფელ სალხინოში უნდა გადავინაცვლოთ ახლა, სადაც წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას ყოველი აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს უამრავი მომლოცველი ჰყავს. აი ამ დღეს სწორედ აღინიშნება წაჩხურობა, დღე როცა ტაძარში მოსალოცած შვილოსნობის მთხოვნელი და ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანები მიდიან ხოლმე, მათთან პატარა აკვნები მიაქვთ, ზოგში კი თოჯინაც ყავთ ჩაწვენილი, ტარდება სპეციალური ლოცვა უშვილოთათვის, აკვნებს ასევე აკურთხებენ და ტოვებენ კიდეც ეკლესიაში. ასევე აკვნის გაჩუქებაცაა შესაძლებელი და აი ერთ-ერთ ასეთ წყვილს ახლა, რომელსაც უკვე ურიშვილი ჰყავს, ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია და სავლოს და ნიკას ამბავს თეო ცუცქირიძე მოგვიყვება და გვიამბობს, შეგვიძლია რომ ვნახოთ ერთად სიუჟეტი. ეს დილით გამთენია სავედის ტაძარში. უამრავი ხალხი, სხვა ხალხი. ემხელა დარდიმი გქონდა და ისინი ლავდიოდით ამ აღმართს. გზა, რომელმაც წყვილი ტაძრამდე მიიყვანა, მარტივი არ აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან ემოციურია და ძალიან ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ამ ყველაფერს. ტაძრამდე გასავლელი მანძილი არც თუ ისე მოკლე იყო, მაგრამ მიზანი, ყოლოდაც სანატრელი შვილი, ყველანაირ დაბრკოლებასა და დაღლაზე მტკიცე. ეკლესიასთან მიახლოებისას 4 კილომეტრიან გზაზე განცდილი ემოციები ერთმანეთში კიდევ უფრო აირია. რაც მეტად უახლოვდებოდნენ, ნერვიულობაც მატულობდა. იმედის სიმბოლო აკვანიც თან ჰქონდათ. ამ გზას ძალიან დიდი იმედით დავადექით. ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო. შეუღლებიდან მალევე წყვილი უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგა. ნიკამ და სალომ გაიგეს, რომ მათ შვილი არ ეყოლებოდათ. მეტიც, ექიმებმა უარით გამოისტუმრეს და უთხრეს, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. თელ საქართველოში ყველგან ვიყავით ექიმებთან თითქმის. თითქმის კი ყველგან ვიყავით, ცხოვრებაში არ დამავიწყდება იმ ქალის სიტყვები, შვილი არ ყავს, რა აზრი აქვს, აზრი არა აქვს. ყველანაირი მცდელობის შემდეგ წყვილი რთულ, მაგრამ ამავე დროს იმედის მომცემ გზას დაადგა. წაჩხუროს მთავარანგელოზის ეკლესია მათთვის ერთადერთ იმედად იქცა. არ დამნებებობთ, აი არაფერზე არ დაგვიხევია უკან, მკურნალობიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ მაინც უფალთან მიდის გზა. ასეულობით უშუალო წყვილს შორის, რომელიც წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავს, სალო და ნიკაც აღმოჩნდნენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირაში ხუთშაბათს უშუალო წყვილები ეკლესიისკენ აკვნებით მიემართებიან და ღმერთს მხოლოდ ერთს თხოვენ, სანატრელ შვილს. წაჩხურობიდან დაბრუნებულებმა მალე გაიგეს, რომ მათ ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ზუსტად 1 წელიწადში ნიკა და სალო მშობლები გახდნენ, თუმცა საყვარელ ეკლესიამდე მისასვლელი გზა არც შემდეგ დაივიწყეს. მადლიერების ნიშნად ნაცნობი მანძილი უკვე 1 წლის ვაჟთან, ვაჩესთან ერთად გაიარეს. აი ეს ფოტო გადაგვიღო იმ ფოტოგრაფმა, რომელმაც ის პირველი ფოტო გადაგვიღო. უკვე ვაჩესთან ერთად რომ ავედით. ეს იყო სოფლიოს მერვე საოცრება პირადად ჩემთვის. ყველა რო ჩვენ შემოგცქერო და აი უშვილოები და თითეული მათგანისთვის რაღაცა აი ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალი ვიყავით ჩვენ ორი და ჩვენი პატარა ანგელოზი. წყვილი მოულოდნელად მეორე სასწაულის მომსწრეც გახდა. მომდევნო წელს მათი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა. ახალგაზრდა წყვილი უკვე მეორედ კიდევ ერთ ბავშვს ელოდებოდა. წყვილებს, რომლებიც ახლა ამ გზას გადიან, მინდა ვუთხრა, რომ არასოდეს არ უნდა დაკარგონ რწმენა და უფალი ცრემლით ნათქვამ ლოცვას აუცილებლად შეისმენს. ნიკას და სალოს ცხოვრება 2 ეტაპად იყოფა. წაჩხურობამდე და წაჩხურობის შემდეგ. 5 წლიანმა ლოდინმა და რწმენამ გაამართლა. მათი ყოველდღიურობა ახლა ძალიან დატვირთულია და ორმაგად ფერადი. წყვილი ცდილობს მოტივაციას სწორედ იმ ადამიანებს მისცეს, ვინც იგივე გზას გადის. ახლა რომ ვფიქრობთ, რა ნელა გავიდა ის 5 წელი, როდესაც ვნატრობდით შვილის გაჩენას. და ახლა ისე უცებ გადის, თითქოს გუშინ იყო რომ დაიბადა ვაჩე, მერე უცებ ნოე გაჩნდა. ეს არის ძალიან რთული გზა. ემოციურად ამ ყველაფრის გაგება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ეს გაიარა. თუ კი შემიძლია ჩემი ისტორიით სხვის სირწმენა გავაძლიერო, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ყველას იმას ვეთყვი, რომ იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოთ.